ახლა კი ჩემო ძვირფასებო სტუდიაში ძალიან საინტერესო ადამიანი გვინდა მოვიწვიოთ, საინტერესო და ამავდროულად უნიჭიერესი ვირტუოზი პიანისტი გიგი პიანომენი. მადლობა ბიჭებო, ოქროებო, გიგი, კეთილი იყოს შენი ამ შემთხვევაში ხელები. შენი ფეხის და ხელების იყოს კეთილი ჩვენს გადაცემაში, როგორც იქნა შევხვდით. მიხარით. სატელეფონო ურთიერთობები გვაქვს ხოლმე ძირითადად, როცა მე თქვენი შემოქმედებით, ასე ვთქვათ, თავიდან როცა ვნახე და მოვიხიბლე და აი ხა იქამდეც მოვედით რომ ამ ხან თქვენ არ გეცალათ ხან ჩვენ და მართლა გამახარეთ ჩვენთან რო ხართ მოკლედ. კი ბატონო. ესე იგი გიგი რა მინდა კითხო პირველ რიგში რა. პიანომენი, ანუ რაც ნიშნავს ახლა რომ გავშიფროთ რა. ანუ პიანინო სუპერ გმირი. არა. უფრო პიანომენი, ნუ ჩავთვალოთ რომ ყველა პიანისტს ეხება, ყველა პიანისტი არის პიანომენი და მეც ვიყო რა ერთი ესეთი ლაპარაკია და მეორე მითხრა სხვათა შორის ერთმა რომ ამოხსენიო რატო ხარო და რატო მეთქიდა დაბალ ბგერებსო პიანოსო ყველაზე კარგად უკრავო კაი მეთქი მადლობა ისა ჩემო პატარა რომ დავაკვირდი ჩვენს ვართ პიანომენები თუ ახლა აღარ ვსვამთ ისე ხო თუ მაგას პიანიმენი ქვია მაგას ბატონო და კიდე სტუდიაში ჩვენც ყავს ჩვენი ბიჭები აი მაგალითად კი ბატონო კლარნეტმენი პაატა კი ბატონო დოლმენი დიმა დუდუკმენი გიორგი და გარბონმენი გოგია აგერ არის შვედიერი ამბავი მეური მენები შევიკრიბეთ ზულმენები ესე იგი პიანომენი გასაგებია, მაგრამ ძველი ფსევდონიმიც გამახსენდა. ვანდერი, ხო? ვანდერი. ვანდერმა გიჩვლა ეთქო. ტივიმ დამირეკა და მითხრა რა, სანამ თვალები ავახილე, აზე მოდიო. და მეუთხარი. იო, ხვალიდან ვიცვლი მე. ისე იმერელი ყოფილა და წარმოშობით, ხო? კი, ხარაგაული ბაზალეთი. ხარაგაული. შეგენაცვალება. შენი ჭირი. მე რა თუ უნდა ახლა თქვა მაგას რომ იმერელი როგორ არც მიკითხავს წარმოშობა, მინდორ თვითონ თავისთავად ხო ნიჭიერი ხალხი ყველა არის მაკედან. აბა რა. კი, ჰამლეტ გონაშვილი. ხარაგაული. არა. უმაგრესი ადგილი. მოგვიგო, ცოტა მოგვიგო, ხო იცი? მოგვიგო ცოტაო. დავიწყო ჩამოთვლა. კარგი და არა, ჩვენ ახლა გიგისთან გვაქვს საქმე. ესე გიგი. კომფორტულიც არის ახლა ეს მოდი ასე ვთქვათ, შენ ინსტრუმენტ პიანისტობა, ხო, შეიძლება ასე ეწოდეს და არა კომფორტულიც. ჩემი შეხედულებით. რა ვიცი, მე მაინც ისე აი გიტარაზე რო უკრავ, წაიღებ ხა ამას, თავს გამოიჩნდა. ხა ყველგან ხო ვერ წაიღებ ხა ამას და აი მაგ შემთხვევაში საერთოდ სუფრასთან როგორ არის დამოკიდებულება გვინოსთან, ამბავთან. ერთხელ მივედი ერთ ადგილზე. დიახ. ჭიშკარში შევედი და ეს ორგანიზატორი მეუბნება რომ როიალი სად არისო? ხო და მეთქი აი ერე ჭიშკართან კარი გაუღე პულტი შლაგბაუმია მეთქი და ეხა შემოვა მეთქი. სადა როიალ თქვენ არ გაქვთ მეთქი და დამახვედი. ესე ვიჯექი და ფორტილი რო შემოდიოდა იქ ფურშეტზე. ეს ერთი ხელი, ეს ორი არ მეტეოდა იმას. ესე კიდე გაირო პროფესიონალი ვარ და ძალი ხელი. ეს გამლელები მეუბნება რა საკეთებო? უკრავ მეთქი და კარგი. ერთი ხელით უკრავდი აქეთ. და კარგად დაუკრავდი. კი. ძალიან მიხვდებოდნენ ახლა. საიდან დაიწყე? საიდან ოჯახში რაღაც ტრადიცია? არა, ტრადიცია ისეთი არა, მაგრამ ნიჭი ერთ აწლეთში წამიყვანა დეიდამ. ნუ რაღაც შეამჩნია ეტყობა, რაღაც მახსოვს რაღაცას რო ვისმენდი, რაღაც ძალიან განვიცდიდი და რო უყურებდი, ვამბობდი რომ აი ეს აქ მინდა დაკვრა და რაღაც ჩემი ისენი მქონა ეტყო, მაგრამ მინდოდა სერიოზულად, აი ბიჭების კონკურენტი ვიყავი, სერიოზული დოლი მინდოდა სერიოზულად. აჰა. წითელი დოლი მიყიდეს და იმაზე უკრავდი რა გინა გამოხვიდე მედოლე კაცო რა პიანისტი. მინდოდა
და კარგად ანუ იგი პატარაობიდან დაიწყე, ხო ეს ამბავი რა? 7-დან დაიწყე პიანინო ატლეტში, კი. და მე უკვე მე ნელ-ნელა კლასიკა, ჯაზი, ყველგან ვიარე, წავედი იქ-იქ და ბოლოს რაღაცნაირად ამ ინტერპრეტაცია და რაღაც საკუთარი კი ბატონო მუსიკით და ბევრი კონცერტებიც გაქვს. კი, ეხა საკმაოდ ისე აეწყო და ამ ხალხისაც ძალიან მადლობელი ვარ, რომ ძალიან ჩართულები არ საზღვარგარეთაც ახარ, ხო? გასვლა არის ხოლმე, ხო, კულტურის დღეები, ქართული დღეები, ეხაც იგეგმება რაღაცეები. და თბილისში ადგილზეც გაქვს? კი, კონსერვატორიაში უკვე აი მე-7-ით იქნება ეხა სოლო კონცერტი. ძალიან კარგი. იგი რა მაინტერესებს კიდე რო თქვა, ანუ სტუმრად ხშირად ხარ ხოლმე ასე ტელევიზიებში ან ეხა ერთი ისტორია ტელევიზიაში ვარ, მაგრამ რადიოში ვარ და რადიო ხა არ დავასახელებ. ხო, გასაგები. უკვე იმ მომენტში ვარ, რომ უნდა დაუკრა რა. ეხა წარმოგიდგენთ გიგი ახალ პიესას და აი ესე ვიხედები და როიალი სად არის მეთქი რომ არ არის პრობლემა, რო გახვალო დერეფანში პირველივე ოთახში გამზადებულია, რომ შეხვალ მე გამოვაცხადებო და ცოცხალია რა, ჩანაწერი მაინც ყოფილიყო. 2 წუთში ეთერში ხარო. კაი მეთქი, მე წავედი მაშინ. წავიდა და ეხლა წარმოგიდგენთ გიგი პიანომენი ახალ კომპოზიციას შევაღე, კარიც არიელია ოთახი. მეთქი ესენი ვერ არიან საქმე. ეხლავე და მოდის ორი ტიპი მოაკ 5. ეს რა არის მე? პიანინო ვერ ვიშოვეთო. აკარდიონზე უნდა დაუკრა. ასე დადებდე. მოდა მაიცა მეთქი თუ აკარდიონზე უნდა დაუკრა, უკნიდან დადექით მეთქი და ჩაწელეთ დავა ეს. მეთქი თქვენ გიჟებია ჩართეთ რამე YouTube-ი. არა რო დაადგენ, მოდი დავდგები. უნდა დამეკრა რა აკარდიონზე პიესა საფორტეპიანო. კარგი, ასე მარტივი გადაწყვეტილებებზე გიჟდები რა. პიანინო არისო და აგერ გარბოზე დაუკარით. სულ ახალია ჯერ არავის არ დაუკრავს. შენთვის არისო. ისე თუ რამე შალახოც შეგიძლია რამე? შენი ინტერპრეტაციით? შალახო არ ვიცი, მაგრამ ერთხელ მითხრათ გოგოს წინადადება უნდა გაუკეთო და მე ვთქვი მენდელსონი რაღაცა უკვე ის ვარ რა. არა უკვე ხვეწებიო რა, ერთი აი სომხური რო არისო რა, შალახო. მე ვთქვი ვინ მოკავს მეთქი ცოლად. მაჩვენე ვინ მოკავს ცოლად და შევხედი ამ არა მეთქი ეს ჯობია კი სიტყვის ამაზე. მეუნები და კაიო გენდობიო და всё. ქორწილშიც ვიყავით. უარზე იყო. აი რაღაცა ისეთი ისტორია ხო არ გახსენდება რაღაცა შეკვეთები რო შეკვეთები არ ვიცი, მაგრამ აი მართლა მაგარი ისტორია. ესე იგი შეკვეთა ჩვეულებრივი ღონი ქორწილში უნდა დაუკრა მცხეთაში, რა. ხო. შევედი ხა ამ ჭიშკარში და ეს გოგოები ნაცნობი მაინც თბილისია ყველას გიცობს და უი გიგი გამარჯობა მობძანდითო და შევედი ჩვეულებრივად დავჯექი ხალხი შემოდის უკვე გაუხარ და კაცი მოვიდა რა კაია ჩვენთან რო ხარო მეთქი მადლობა შეერთებულია ყველაფერი კი ავედი სცენაზე და უკრავ 1:15 წუთია უკრავ აი ხალხი იღებს ტელეფონები და აგერ ტელეფონი მინდებს და რეკავს უცბად ის ორგანიზატორი რა ხო მეთქი რა უნდა კაც ხო აქ ვარ უკრავ და ჩუმად ავიღე აქ თან უკრავ ამ ხელი და რა ხდება სათხარო გიგივე როგორ ქორწილ რა ქორწილში ხარ სხვის ქორწილში შევედი მე ხა აქედან გაპარო არ გინდა აუ რასაც ეხა ფიქრობ რაღაც პაუზა სადღეგრძო რამე თქვი ვინმე არაფერს არ ამბობ და აქედან ავიღე ეს ლეპტოპი ჩავიდე ჩუმად ესე გავიპარე ესენი მიყურებენ სად მიდის და უცბად ტენტში გავიქეცი იქ 300 აუ რა ქორწილში ჩავატარე 20 წუთი კარგია იცი რა ძალიან ბევრი ხე ჩვენ მაინც ინტერპრეტაციებისკენ რო დავბრუნდეთ შენი ამბები რაც არის ძალიან ხშირად გაქვს აი რაღაცა ქართული კინოფილმებიდან გაკეთებული აი რაღაცა როდის დაიწყე რატო გაგიჩნდა ესე სხვათა შორის დაიწყე პანდემიაში აი პანდემია მახსოვს რიცხვიც მახსოვს 18 მარტი იყო პირველად რომ დაუკარი რეზოლაღიძის ნინოდან რა და იმის მერე ეს ხალხი შევამჩნია ატომად ამ კომპიუტერებთან სახში ჯდომით ყველა იქ ვიყავით რა სივრცეში სოციალურ ქსელში და აი დილა რო გათენდა და მე ვთქვი აი რა უნდათ და რა
თურმე ყვარებია და რა ის შოპენი. ხო რა. რეზო არის ჩვენი და ეს უნდა გავაკეთოთ ისე რომ ეს არ დავკარგოთ რა რაღაც კი არ რაღაც არ შევმატოთ რაღაც ზედმეტი ნოტა აი ისე გავაკეთოთ სადოთ მეთქი მახსოვს ჩემ ოჯახის წევრებს უთხრე რომ აი ხა რამდენიმეს გავაკეთებ თუ მიიღებენ მიიღონ თუ არა შევეშოთ ო ძალიან და მახსოვს რომ წამოვიდა და იმის მერე ეს აეწყო ეს კონცერტი სოლო კონცერტები რაც არის ეს 3 დღე 4 დღეში რომ იყიდება აი მაგის დამსახურება რომ ესეთ სიყვარული აქვს თან კი ბატონო ეთახმები და აპლოდისმენტები შენაძლობა რა ეხლა რა არიცი აი ამ ბავში მე მინდა ერთი ჩემი ბავშვობის ყველაზე საყვარელი ფილმი. ალბათ ბევრი ქართველის განსაკუთრებით ვისაც შეხება ქონდა ამ ქალაქთან და იცნობდა მისი ისტორია, მაგრამ ეს ისეთი ფილმია, რომ არ ამგონია ვინმეს გულგრილს ტოვებდეს. არასერიოზულ კაცზე მაქვს ნიკოლოზ საუბარი. არაჩვეულებრივი თავისი გია ფერაძით რა, მერთმა გაანაცვლა. ძალიან დიდი სევდა ახლავს თან ამ პიროვნებას და რაღაცა თითქოს მართლა გიაზე იყო დაწერილი ეს რა ისე მოხდა ხო ეს რაღაცნაირად რომ მისი ცხოვრებას გულისხმობ ამ შემთხვევაში რა რაღაცა უცნაური და ძალიან არაჩვეულებრივი მელოდია ფილმს მისდევს ასე ვთქვა საუნდტრეკი ხო და გასაგებია რომ რაღაცეებს იწევდა და ამიტომაც გააკეთეთ ის ვერსია რაც ბატაშორის ხო ბავშვობიდან იყო ერთ-ერთი ისეთი აი ხო სევდაც იყო თან აი რაღაც ისეთი ყოველდღიურად და რო იცი რა ეგეთი კაცებსაც რო იცნობ აი მართლა ხო და ეგ იმოქმედა და სხვათა შორის ეგ ვერსია ძალიან შეუყვარდა ძალიან ბევრი მოსმენა ქონდა ერთ-ერთი და მანდ მივხვდი რომ ძალიან უყვართ რა. იცი რა მინდა კითხო ის კომპოზიტორთან დაკავშირებით აი ზოგადად ვინც დაუშვათ შეიძლება ოჯახის წევრები რაღაცები კონტაქტში ვინც კიდე კი მე სულ ვცდილობ გაძლევენ ხო უფლება კი ყველა სხვათა შორის კონცერტზეც იყო ბიძინას სოლი ახლოს ვარ ძალიან რეზოს გოგოსთან ლელასთან ლაღიძესთან და ძალიან ისე აი თვი მაგია ყველაზე გადამწყვეტი ჩემთვის რომ მე რო ვიგრძნო რომ რაღაცა არ მოწონს ერთმაც რომ მითხრას რომ აი ხო იცი კი კაია მაგრამ მაინც ცოტა ხო აი ის ეგ არის ყველაზე დიდი მუხტი და ძალა რა და მომავლის შემოქმედი ადამიანი ხო რო აი ოჯახი რომ მიიღებს შვილი რომ მიიღებს შვილი შვილმა დამირეკა ეხლა და ძალიან თავარია ეგ ჩემთვის რა და აი სხვათა შორის კუხია ვახტანგ კუხიანიძის არის ეს არასერიოზული კაცი აი მაგის ახლა ოჯახის ამბები არაფერი არ ვიცი მაგრამ იმედია რომ კი იცი რატო ამბობ ამას რომ აი რაღაცა ესეთი გეგმა ხო არა გაქვს ჩვენ დიდი სამოვნებით დაგეხმარებით რომ აი მხოლოდ ჩვენი ეს გენიალური ქართული ფილმების მუსიკის კონცერტი რო გააკეთეს. ფათაშორის არა აი ხა სოლო კონცერტები რაც არის თითქმის ეგ არის. კი აი ჩემი იმპროვიზაცია რაღაც, მაგრამ თითქმის 95% არის ეს ქართული. ახლა არაჩვეულებრივად აკეთებს ამ საქმეს და დიდი მადლობა ამ პირიქით. ერთი კითხვა მაქვს რა ეხა მე მაინც ჩვენსკენ ტრიალებ ეხლა რომ რამდენად გახსენდება ამ კომპოზიციაზე რამე ტექსტი? არასერიოზულ კაც გულისხმობ. არა. თუ არსებობს, თუ არა, მე არ მომისმენია. ვინმეს უცდია და ამბავი. ნიკოლოზ, შენ მეუნებოდი რაღაცა. დიახ, და რახან ტექსტი არ არის ამ ჩვენმა ბიჭებმა რაღაც ტექსტი მოამზადეს რა. იდეალური. და 1000 არ გინდა რომ ჩვენი ტანდემი ვცადოთ. რას ამბობ? მაგარი იქნება. და რაღა ბევრი გავაგრძელოთ მაშინ ჩვენი მაყურებელი გველოდება. პირველ რიგში მე მინდა რომ დიდი მადლობა თქვენ. დაგიხადო მობრძანებისთვის. წარმატებები და დიდი სიამოვნებით აი ბიჭებთან ნიკოლოსთან ერთად დავესწრებოდი შენ ცოცხალ შესრულებას და ეხლა კი ვისიამოვნებ ჩვენ მაყურებელთან ერთად, მაგრამ ეს რა გამოვა საინტერესო ექსპერიმენტული. ესეც ცოცხლად ლაივში ამის გაკეთება პირველად. ნახოთ. მადლობა და მოდი ვნახოთ რა გამოგვია.